შენი გული ყოველდღე დაახლოებით 100,000 ჯერ ცემს და მას შენივე მხრიდან საფრთხე ემუქრება. ერთი რამ, რასაც მუდმივად აკეთებ, შეიძლება შენს გულს გადაარჩენს ან გაანადგურებს. მე ჯოში ვარ და ამ ეპიზოდში The Infographic Show-დან კარდიოლოგების თქმით გაგიმხელთ, რა გავლენა აქვს სიარულს შენს გულზე. ეს არის ჩადი, ჩვეულებრივი ამერიკელი ბიჭი, ბედნიერად დაქორწინებული, ორი შვილის მამა, ადგილობრივი სასტუმროს მენეჯერი. მან თვის საუკეთესო თანამშრომლის ტიტულიც კი მიიღო. ყველასთვის ის სტაბილურობის მაგალითია. არც ზედმეტი მუცელი აქვს, არც აშკარა საფრთხის ნიშნები აქვს, მაგრამ მის გულში შიგნით უკუთვლა მიმდინარეობს. საკმარისი იყო 15 წუთიანი კამათი საუზმის ანგარიშზე, რომ აფეთქებულიყო. ახლა ჩადი მხოლოდ ადამიანი აღარ არის, ის მონაცემთა ერთეულად იქცა. ის ერთ-ერთია იმ 805,000 ამერიკელიდან, რომლებიც ყოველ წელს გულის შეტევას განიცდიან. მათგან 75% პირველად ხდება მსხვერპლი. ამ შემთხვევებიდან 20%-მდე ჩუმად მიმდინარეობს, რაც ნიშნავს, რომ ადამიანები ამას ვერც კი ამჩნევენ, მაგრამ ზიანი უკვე მიყენებულია. რა ხდება სინამდვილეში, ჩადის ორგანიზმში? უნიშნელო გულის შეტევა. საბედნიეროდ მისი გულის კუნთის მუდმივი დაზიანება მინიმალურია, მაგრამ სრული გამოკლება აჩვენებს სერიოზულ ბლოკირებებს ზოგიერთ არტერიაში. საკმარისი არ არის ქირურგიული ჩარევისთვის, მაგრამ მაინც შემაშფოთებელია. მისი გული ფაქტობრივად ნელი მოქმედების ბომბს ჰგავდა, რომელიც აფეთქდა კიდეც. როგორ შეძლებს ჩადი ჯანმრთელობის გზაზე დაბრუნებას? რამდენიმე დაძაბული დღის შემდეგ საავადმყოფოში, ჩადს საბოლოოდ აძლევენ ნებართვას სახლში დაბრუნებაზე, მაგრამ თან მოხვება წესებისა და რჩევების სია, წნევის წამლები, რეგულარული შემოწმებები, დიეტა, რომელიც ნიშნავს დამშვიდობებას Big Mac-თან და რიბებთან, მაგრამ არის ერთი რამ, რაც მას ცივოფში აგდებს. ვარჯიში. ჩადი ჭარბწონიანი არ არის, მაგრამ საკმაოდ უმოძრაო ცხოვრებას ეწევა. საათობით ზის სამუშაო მაგიდასთან, კვირა დღეებს კი დივანზე ატარებს, ფეხბურთის ყურებაში. ის ამაში მარტო ნამდვილად არ არის. ხოლო ამერიკელთა 24% აკმაყოფილებს რეკომენდებულ აერობულ და კუნთების გამაძლიერებელ მოთხოვნებს. კარგი ამბავი ისაა, რომ ვარჯიშის ინსტრუქციაში წერია, რომ უნდა დაიწყოს მცირე ნაბიჯებით, ძალიან მცირე ნაბიჯებით, მაგალითად სიარულით. რამდენად რთული შეიძლება იყოს ეს? ბავშვობიდანვე ასე იქცევა, მაგრამ მას სიურპრიზი ელის. იმისათვის, რომ ყველაფერი მარტივად იყოს, ჩადი ჩვეულებრივი მანქანით წასვლის ნაცვლად ადგილობრივ სასადილომდე ფეხით მიდის. ოფისიდან დაახლოებით 9 მილია, ასე რომ ყოველ დღე 1 მილს გაივლის. მარტივად ჟღერს, არა? ეს ბევრი არ არის, მაგრამ ჩადს ჯერ არ შეუმჩნევია, რამდენად ფორმიდან იყო გამოსული. სანამ დელიკატესებამდე მივა, ჩადი უკვე სუნთქვა-შეკრუნთქვა-შეკრულია. ოფლით გაჟდენთილი და სახეზე იმდენად გაწითლებული, რომ გამყიდველს სასტრაფოს ნომერის სტრაფაკრეფაზე აქვს. ალბათ უკეთესია ბეკონი და მაიონეზი არ აიღოს. სკოლაში ჩადი ფეხბურთის მოედანზე ისე დარბოდა, რომ ოფლით არ ასდიოდა. ეხლა კი მხოლოდ 1 კვარტლის სწრაფად გალაზეც კი სუნთქვა ეკვრის. და მიუხედავად იმისა, რომ ყველაფრის გულის შეტევაზე დაბრალება უნდება, სიმართლე იცის. კარგა ხანია აქტიური აღარ ყოფილა. როცა სამსახურში ბრუნდება ფეხების ტკივა, მაგრამ რაღაც განსხვავებულია. თავს უფრო მსუბუქად და უფრო ფხიზლად გრძნობს. ჩვეულებრივ სადილის შემდეგ თავს მძიმედ იგრძნობდა, მაგრამ დღეს ენერგიით არის სავსე და ეს ყველაფერი იმ ენდორფინების დამსახურებაა, რომლებიც სეირნობის დროს გამოუყო ორგანიზმმა. ეს სასიამოვნო ნეიროტრანსმიტერები ჩუმად ახდემენ სასწაულებს, ამსუბუქებენ კუნთების ტკივილს და ტოვებენ კეთილდღეობის შეგრძნებას, რომელსაც ვერაფრით ვერ უგულებელყოფს. მაგრამ რომ ასე მარტივი იყოს, ამას ყველა გააკეთებდა. სეირნობა ძალიან კარგია სხეულისთვის, მაგრამ ყოველთვის ასე არ გრძნობ. როცა შენი სხეული არ არის მიჩვეული ფიზიკურ აქტივობას, ის შეიძლება წინააღმდეგობას გაგიწერს. სპორტდარბაზის მომხმარებლებს კარგად ეცნობათ დაგვიანებული კუნთების ტკივილი, ანუ DOMS. ეს არის ტკივილები, რომლებიც ვარჯიშის შემდეგ საათებში ან თუნდაც მეორე დღეს ჩნდება. უმეტესობა ამას უბრალოდ ტკივილს ეძახის, მაგრამ სინამდვილეში ის გამოწვეულია კუნთების მიკროტრაუმებით და მიკროანთებით. ჩადი ამას ფანაერად ეძახის, მაგრამ ამას YouTube-ზე ვერ ვიტყვით. მუშაობის ბოლოს ჩადი სასტუმროს ერთი ბოლოდან მეორემდე ძლივს მიათრევს თავს. ყოველი ნაბიჯი ახსენებს, რამდენად ცუდ ფორმაშია ის. საბედნიეროდ ცივი გაზიანი სასმელის ქილა, რომელიც წვიებზე მიიდო, ცოტას შვებას აძლევს. მეორე დღეს კი ტკივილი უკვე გაქრა და ჩადი ისევ დადის. მან უკვე იცის გზა და უკვე ცოტა უფრო სწრაფი და იული ეჩვენება. ამაში რაღაც თავისუფლებაც არის. არც საცობები, არც ნელი მძღოლები. მხოლოდ ის თავის ტემპში, საკუთარი დრის კონტროლით. პირველად ჩადი იტყებ დაჯერებას, რომ ამას ყოველდღე შეძლებს. ჩვეულებრივ გამძლეობისა და გულსასუნთქი სისტემის გასაუმჯობესებლად რამდენიმე კვირაა საჭირო, მაგრამ უკვე ცვლილება იგრძნობა. გონებრივი სტიმული კი მპრისიერია. ის თავს უფრო მსუბუქად გამახვილებულად და მეტად კონტროლში გრძნობს ვიდრე ბოლო თვეებში. მაგრამ როცა ჩადი ტროტუარზე მიაბიჯებს, მის ხელში სიღრმეში მოულოდნელი გარდაქმნა ხდება. რაღაც, რაც შეიძლება სიცოცხლის გადამჩენიც კი იყოს. ყველაფერი ჩადის გულით დაიწყო. გარედან ჯანმრთელად გამოიყურებოდა, მაგრამ შიგნით სხვა ამბავი იყო. მისი გული გამაფრთხილებელ სიგნალებს აგზავნიდა და ყველაფერი სისხლის მიმოქცევაზე იყო დამოკიდებული. ყოველი ნაბიჯით მისი სისხლი ნელ-ნელა სწავლობს უფრო ეფექტურად ტუმბას. სუდმა სისხლის მიმოქცევამ შეიძლება ფატალურ დაავადებებამდე მიიყვანოს, როგორიცაა ათეროსკლეროზი, როცა არტერიების სქელი ცხიმოვანი ნადებითი ბლოკება. ეს ბლოკირება ზღუდავს სისხლის ნაკადს, რაც დაავადებულებს ბევრად უფრო დაუცველს ხდის გულის შეტევებისა და ინსულტის მიმართ. სიარული შეიძლება მარტივად ჩანდეს, მაგრამ ჩადისთვის ეს ნელ-ნელა ცვლის მისი გულის ისტორიას. ისწავლობს ჟანგბადის უფრო ეფექტურად გამოყენებას, რაც კორონარული გულის დაავადების რისკს 19%-ით ამცირებს.
თუნდაც ისეთი მარტივი რამ, როგორიცაა დღეში 5 სართულის კიბეზე ასვლა, გულის დაავადების რისკს 20%-ით ამცირებს. ჩადის მოკლე ასვლები მას სასიამოვნოდ დაღლილს, მაგრამ გასაოცრად ენერგიულს ტოვებს. მაგრამ გული ერთადერთი ორგანო არ არის, რომელიც სარგებელს გრძნობს. ჩადის გული ძლიერად სემს, მაგრამ ეხლა ეს დამაკმაყოფილებელი რიტმია. მისი ფირტვები ყოველ ჩასუნთქვაზე იწელება. ერთ დღეს ის თავის შვილთან ერთად ბურთს ცოტა უფრო დიდხანს აგდებს. მეორე დღეს გაზონს შეუსვენებლად თიბავს. მალე კიბეზე ასვლა აღარ ახდის სუნთქვას. თითოეული პატარა ნაბიჯი ჯამში დიდ შედეგს იძლევა და ჩადი ამას გრძნობს. ვარჯიშის დროს მისი სუნთქვა წუთში 15-დან 30-მდე იმატებს, რაც ფილტვებს გამძლეობისთვის წვრთნის. ახალი სეირნობის რუტინის ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი ნაწილი ის არის, რომ ჩადი უკეთ ძინავს. სეირნობის შემდეგ ისევ დაღლილობას გრძნობს, მაგრამ ეს კარგი დაღლილობაა. ადრე ღამის პირველ ნაწილს ტრიალში და ფიქში ატარებდა, გონება არ ისვენებდა. მაგრამ ბოლო რამდენიმე ღამეს, როგორც კი ბალისზე თავი დაადო, რამდენიმე წუთში ეძინება. კვლევები აჩვენებს, რომ სეირნობა ასაკოვან ადამიანებში უძილობის შემცირებას უკავშირდება. ჩადი რამდენიმე წუთში იძინებს და თვეების შემდეგ პირველად ღმად ისვენებს. და როცა ჩადის ძინავს, მისი სხეული არ ისვენებს. შიგნით მოულოდნელი გარდაქმნები ხდება, სრულიად უხილავად. და გახსოვდეთ, სეირნობა თქვენს დღეს ნაბიჯებს უმატებს. მოწონება, გაზიარება და გამოწერა არხს მეტ იმპულს აძლევს, ასე რომ რატო არ გააკეთოთ ორივე? ერთი თვეა, რაც ჩადიმ სიარულის ახალი რეჟიმი დაიწყო და უკვე რეალურ ცვლილებებს ამჩნევს. მისი ფეხები აღარ ეღლება, მაგრამ ეს ერთადერთი გაუმჯობესება არ არის. მისი ხელებიც უფრო ძლიერია. ამას აზრი არ აქვს. ძირითადად ხომ მისი ფეხები მუშაობს. მისი ექიმი უხსნის, რომ ყოველი ნაბიჯის დროს ხელების ქნევა მათაც მცირე ვარჯიშს აძლევს. მაგრამ შეიძლება ეს მხოლოდ გაძლიერებაზე მეც აკეთებდეს. შეიძლება ეს აუახალგაზრდავებდეს კიდეც. როცა ჩადი საწოლიდან ფეხებს იწევს, ამჩნევს, რომ ნაცნობი ჭრაჭუნი აღარ არის ისეთი მკვეთრი. მისი მუხლები უფრო თავისუფლად მოძრაობენ. მისი ყოველდღიური ჭრაჭუნი და დგაწუნი მელნელა ქრება, რაც ადგომას პატარა გამარჯვება დაქცევს. სეირნობა მის სახსრებს პირდაპირ ეხმარება. სახსრის ხტილს საკუთარი სისხლის მიმოქცევა არ აქვს. მას სჭირდება მოძრაობა, რომ მიიღოს საჭირო საკვები ნივთიერებები. ყოველი ნაბიჯი აწვება და ათავისუფლებს მის სახსრებს, რაც ხელს უწყობს სინოვიალური სითხის მოძრაობას და ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების მიწოდებას. დილამდე მისი მუხლები აღარ სტკივა. ისინი უფრო რბილად და თავისუფლად მოძრაობენ. თითქოს ძველი ანჯამები წლების ჭრიალის შემდეგ ზეთით დაამუშავეს. რა თქმა უნდა, არის ერთი რიცხვი, რომელიც ყველაზე მეტად აინტერესებთ ადამიანებს. 3 კვირის შემდეგ ჩადი ინტერესითა და უნდობლობით დგება სასტორზე. 7 ფუნტი გაქრა და მისი ჯინსები უკვე უფრო თავისუფალია. მიუხედავად იმისა, რომ ის არ იყო იმ 42% ამერიკელ ზრდასრულს შორის, რომლებიც სიმსუქნედ ითვლებიან, მას ნამდვილად ჰქონდა ზედმეტი ცხიმი. სიარულმა ჩუმად დაწვა კალორიები და ის ამას გრძნობს. 30 წუთიანი სეირნობა შეიძლება 150 კალორიამდე დაწვას, თუმცა ეს თქვენს წონასა და სიჩქარეზეა დამოკიდებული. სიარული ენერგიისთვის ცხიმს იყენებს და ეს დამატებითი კალორიები ნაბიჯ იწვება. მაგრამ ზოგიერთი ყველაზე იმედისმომცემი ეფექტი საერთოდ არ ჩანს. სიარული შეიძლება სხეულს ენერგიას მატებდეს. როცა გაციებისა და გრიპის სეზონი დგებოდა, ჩადი ყველა სიმპტომს გრძნობდა. ამჯერად კი მსუბუქად გადააქვს. მისი სხეული სწრაფად ახერხებს გამოჯამრთელებას. რეგულარული ვარჯიში საზოგადოებაში შეძენილი ინფექციების რისკს 21%-ით ამცირებს. როცა გაციება მის ოჯახში ვრცელდება, ჩადი ამას თითქმის ვერ ამჩნევს. ყოველდღიური სეირნობა სხეულის თავდაცვით სისტემებს აძლიერებს. ისინი ფაქტობრივად მთელ სხეულს მსუბუქ ვარჯიშს უტარებენ, რაც ეხმარება მას ჯანმრთელი სტრესის დონესთან ადაპტაციაში. ეს საშუალებას აძლევს იმუნურ სისტემას დარჩეს პიკზე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო 2020 წელს და მის შემდეგაც, როცა აქტიური ადამიანები უფრო ხშირად ან საერთოდ სიმპტომები არ ჰქონდათ, ან მხოლოდ მსუბუქი სიმპტომები ჰქონდათ. რეგულარულმა ვარჯიშმა ასევე 27%-ით შეამცირა პანდემიასთან დაკავშირებული სიკვდილის რისკი. ქრესკი დადასტურებულია, რომ რეგულარული ვარჯიში ანალოგიურ ეფექტს იძლევა გაციებისა და გრიპის ვირუსების წინააღმდეგაც. მაგრამ შეუძლია თუ არა სიარულს დაგიცვას ტრავმისგან. იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად ხშირია სპორტული ტრავმები, შეიძლება იფიქრო, რომ ვარჯიში უფრო მეტად ზიანს მოვაყენებს, ვიდრე სარგებელს. მაგრამ სიარულის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სარგებელი ის არის, რომ ის ამაგრებს ძვლებს. კვლევები, რომლებიც ოსტეოპოროზიან ადამიანებზეა ჩატარებული, აჩვენებს, რომ სიარული მნიშვნელოვნად ანელებს ძვლის სიმკვრივის დაკარგვას. სინამდვილეში ყოველდღიური სიარული 40%-ით ამცირებს თეძოს მოტეხილობის რისკს ხანდაზმულებში. სიარულის ყველაზე შთამბეჭდავი ეფექტი შეიძლება ტვინზე იყოს. ეს დიდი ხნის განმავლობაში თვალსაჩინო არ იქნება, მაგრამ ჩადი თავის ტვინსაც უპირატესობას აძლევს. ხანდაზმულ ქალებში სიარულის მოყვარულთა 17%-ს აღენიშნება მნიშვნელოვანი მეხსიერების დაქვეითება. მაშინ როცა უმოძრაო თანატოლებში ეს მაჩვენებელი 24%-ია. რაც უფრო მეც დადიხართ, მით უკეთესია შედეგები. მეხსიერების დაქვეითების კვლევები ჯერჯერობით საბოლოო არ არის, რადგან ადამიანის თვითვინი ჩვენი ყველაზე რთული ორგანოა. როგორც ჩანს, არსებობს აშკარა პარალელი ფიზიკურ აქტივობასა და გონებრივ სიმახვილეს შორის. სეირნობა ხელს უწყობს სისხლისა და ჟანგბადის გადანაწილებას მთელ სხეულში, რაც ყველა ორგანოს ჯანმრთელად ინარჩუნებს. ცხოვრების გვიან ეტაპზე ეს შეიძლება გადამწყვეტი ფაქტორი იყოს. სეირნობა ამცირებს ალცჰაიმერის დაავადების განვითარების ალბათობას. კვლევამ, რომელშიც მონაწილეობდნენ 71-დან 93 წლამდე ასაკის მამაკაცები, აჩვენა, რომ ისინი, ვინც დღეში მინიმუმ 2 მილი დადიოდნენ, დემენციის განვითარების დაახლოებით 2-ჯერ ნაკლები რისკის ქვეშ იყვნენ, ვიდრე ისინი, ვინც თითქმის საერთოდ არ დადიოდნენ.
მაგრამ საკმარისია ეს. უმეტესობა სამედიცინო ექსპერტის აზრით, იდეალურია დღეში მინიმუმ 30 წუთი ფიზიკური აქტივობა. ამიტომ ჩადი ვახშმის შემდეგ სწრაფად 10 წუთიან სეირნობას ამატებს უბანში. მაგრამ სიმართლე ისაა, რომ საუკეთესო სეირნობის რუტინა რთული არ არის. ეს არის ის, რომელსაც შეძლებ რომ მუდმივად შეასრულო. ჩადმა სიარული თავისი ტემპით დაიწყო და მისმა ორგანიზმა თითქმის მაშინე უპასუხა. ეს ამტკიცებს იმას, რასაც ექიმები ყოველთვის ამბობდნენ. ყველაზე რთული ნაბიჯი პირველია. და მიუხედავად იმისა, რომ ჩადი უბრალოდ სადილად მიდის, უბანში ან თავის სამეზობლოში სეირნობს, მისი სხეული რაღაც საოცარს აკეთებს. მისი გული უფრო ძლიერად მუშაობს, ფილტვები უფრო ღრმად წუნთქავენ და მთელი მისი ორგანიზმი უფრო ჯანმრთელი ხდება. ერთი უბრალო ყოველდღიური ქმედება მის ცხოვრებას ცვლის. მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა ცოტა მეტად ცდილობ და მაგალითად სირბილს იწყებ? თუ ოდესმე გიფიქრია, რატომ გტკივა კონკრეტულ ადგილებში უფრო მეტად, ნახე რატომ გტკივა აქ, როცა დარბი ხარ, ან უყურე ამ ვიდეოს.